18 წლიანი პაუზის შემდეგ თურქეთის მეჯლისის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით საქართველოშია. ჭემილ ჩიჩეკი დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდა. შეხვედრას საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ესწრებოდნენ. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამომავლო ურთიერთობებზე იმშელეს. საუბარი შეეხო საკანონმდებლო დონეზე სავიზო რეჟიმის გამარტივებასა და საინვესტიციო პოტენციალის ზრდას. ტურიზმის განვითარებას, ინვესტიციების ხელშეწყობას და მოზიდვას უფრო ინტენსიურად აჭარის საქმის სპეციფიკაციად საქართველოში არსებულ ვითარებას, საინვესტიციო ვითარებას, ასევე შევეხეთ ვიზებთან დაკავშირებულ საკითხებს, რომელიც ბოლო პერიოდში უფრო ხარვეზებით მიმდინარეობს. 18 წლის შემდეგ ეს პირველი რანგის ვიზიტია საქართველოში. დღევანდელ შეხვედრაზე სამთავრობო დონეზე ურთიერთობის გაღრმავებაზე ვისაუბრეთ. აღსანიშნავია, რომ სავიზო რეგულაციებთან და საგადასახადო სისტემებთან დაკავშირებით იქნება რიგი პრობლემები. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ ეს პრობლემები მოგვარდება. პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით თურქეთის დელეგაცია იცით რომ მესამე დღეა მუშაობს. ჩვენთან ერთად იყო ძალიან მაღალი დონის შეხვედრები პარლამენტის თავმჯდომარესთან, პრემიერ-მინისტრთან. დღეს ჩვენ ეს სამუშაო შეხვედრა გავაგრძელებთ უკვე აჭარაში, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელობასთან. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ის თემები, რაზეც ჩვენ საუბრობთ.